ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს საკუთრების უფლების დარღვევის, არაადამიანური მოპყრობის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის თემებს განიხილავს. სხდომაზე ამ წუთებში რამაზ ახვლედიანს უსმენენ. ლისის ტბის ყოფილი მფლობელი ყვება, როგორ დაათმობინეს წლების წინ ბიზნესილები. დღესვე კომისიის სხდომაზე დაბარებულები არიან გივით არგამაძე და კახა დაბრუნდაშვილი. პარლამენტს და კესო კაფეანძეს ჩართვათ ახლა პირდაპირ ეთერში კესო დეტალებს ვლოდებით ჩვენგან. რამაზ ახვლედიანი, რომელიც 1998 წლიდან ფლობდა ლისის ტბას, ყვება დეტალურად, როგორ ჩამოართვა წინა ხელისუფლება მამუკა ხაზარაძის ჩართულობით მას ლისის ტბის წილები, ის იხსენებს 2004 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის დავალებით თბილისის ვიცემერმა თემურ ქურხულმა მას მოთხოვა წილის გაზიარება და საქმეში ჰოლანდიელი ინვესტორის ჩართვა, ჰოლანდიელი ინვესტორი, როგორც თავად ამბობს, აღმოჩნდა მამუკა ხაზარაძე, რომელიც მოგვიანებით გახდა ლისის ტბის მფლობელი, რამდენიმე უწყება იყო დაინტერესებული საქმით, როგორც თავად საქმის თავარი მოწმე ყვება ახვლედიანი, მისი თქმით, გარდა თბილისის ვიცემერისა საქმით დაინტერესებული იყო ირაკლი ოქრუაშვილი, მაშინდელი გენპროკურორი, სწორედ მისით ემუქრებოდა ქურხული ახვლედიანს, ასევე ზეწოლას 3 თვის განმავლობაში და მუქარას ახორციელებდა კეზერაშვილის მაშინდელი უწყება, ფინანსური პოლიცია, უშუალოდ კეზერაშვილის მოადგილე გელოვანი, რომელიც 3 თვის განმავლობაში სისტემატიურად იბარებდა მას ფინანსურ პოლიციაში და აიძულებდა, რომ დაეთმო სრულად წილები მამუკა ხაზარაძისთვის, როგორც კომისიას რამაზ ახვლედიანმა დეტალურად მოუყვა, მასზე რამდენიმე თვიანი ზეწოლა მიმდინარეობდა, საბოლოო ჯამში კი მან სრულად დაუთმო სახელმწიფოს ლისის ტბის წილები. 1998 წელს ქონების მართვის სამინისტრომ გამოაცხადა ლისის ტბის შენობა ნაგებობები მხოლოდ და მხოლოდ და გამოიტანა კონკურსზე გასაყიდად, სადაც მივიღე მონაწილეობა როგორც ფიზიკურმა პირმა, შედეგებით გამოუცხადი გამარჯვებულად. 2004 წელს აგვისტოს თვეში მე უკვე უნდა წარმედგინა ზემოთ აღნიშნული პროექტი, გეგმა და მაკეტი ქალაქის არქიტექტურაში და ამ საკითხით ვიყავი დაკავებული, ჩემთვის მოულოდნელად დამირეკეს მერიიდან და მთხოვა შეხვედრა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ეს მაშინდელი ვიცე-მერი თუ პრემიერი, ახლა აღარ მახსოვს ზუსტად როგორი თანამდებობა იყო, ბატონი თემურ ქურხული, რომელმაც მითხრეს შეხვედრა სჭირდებოდა ლისის ტბის საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა დავთანხმდი, შევხვდით, ვისაუბრეთ, გაერკვა სიტუაციაში და მე უცბად მოულოდნელად მეუბნება, რომ მისდა სამწუხაროდ დამავალეს ჩემთვის ესეთი ფაქტის გადმოცემა, რომ პირველი, ასე მითხრა, არის დაინტერესებული იმით, რომ ჰოლანდიელი ინვესტორი, რომელიც მე შემხვდებოდა, მასთან უნდა გამეფორმებინა ერთობლივი კომპანია ან საწარმო და რომელიც მოახდენდა შემდგომში ამ ლისის ტბის განვითარებას. მან ირჩია, მოდი ესე ვთქვათ, რომ მის ინტერესში არ შედიოდა, მაგრამ მე თუ ვარს ვიტყოდი, კიდევ ვიძახი, ეს იყო 2004 წელს, ოქრუაშვილი თვარსთები მაშინ გენპროკურორი იყო და მასთან მექნებოდა ურთიერთობა. შევთანხმდით მეორე დღეზე, რომ მივიდოდი და შემდგომ შეხვედრაზე ჰოლანდიელი ინვესტორის მაგივრად, რაც ფაქტია, იყო ის, რომ დამხვდნენ იქ ბატონი მამუკა ხაზარაძე და ბატონი ირაკლი კილაურიძე. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ვაკეთებდით სააქციო საზოგადოებას. ფინანსური პოლიციიდან დამირეკეს, როგორც მე აღმოაჩინე, იმიტომ ტელეფონზე არც რო უპასუხებით ხარ, ვარ ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი და ჩემთან უნდა გასაუბრება ლისის ტბის საკითხებთან დაკავშირებით. მივედი და მომთხოვეს, რომ იცით რა, ჩვენ გვაინტერესებს თქვენი საკითხი ამ ლისის ტბის გარშემო განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი უფრო სამართლოს უფროს თუ არ ვწდები, იყო ხიზანიშვილი. მომიცხადა, რომ უნდა მეფიქრა ჩემ ბიზნესის დათმობაზე სახელმწიფო სასარგებლოდ. რაზედაც მე უარი უთხარი. მითხრა ეს საკითხები არავის არ აინტერესებდა, რომ ჩემზე იყო რაღაც სისხლის სამართლის საქმე აღძრული და კარგად დავფიქრებული იყავი და ამის შემდგომ დაიწყო ის კოშმარი, რასაც ქვია, კოშმარი, რომელიც
ნახევარმა საქართველომ ზოგმა ჩემზე მეტი გადაიტანა, ზოგმა ჩემზე ნაკლები, მაგრამ დაახლოებით ერთ დღეში ვიყავი, როცა მელაპარაკებოდა ხიზანიშვილი, თქვა გავიდოდა კაბინეტიდან, შემოვიდოდა რამდენიმე გაურკვეველი პიროვნება და იწყებოდა ხან ქუჩური, ასე ვთქვათ, დამუშავება ჩემი, ხან ვითომ მოფერებით, ხან და ეს გრძელდებოდა დაახლოებით თვეზე მეტი. შვილებზე მესაუბრებოდნენ, ხან ოჯახზე, ხან ჩემს პირად ცხოვრებაზე, რომ თავს იღუპავ. 2004 წლის 4 ნოემბერი, ამას ხას 6 წლის 4 ნოემბერი ხას უსმევ, იმიტომ რომ ეს იყო შაბათი დღე, რომ მომთხოვეს, რომ აუცილებლად უნდა მივსულიყავი მათთან ფინანსურ პოლიციაში. შემოვიდა მოადგილე ვარო, ესე გამეცნო, გელოვანი კეზერაშვილის მოადგილე. მითხრა კეზერაშვილმა ისიც მითხრაო, თუ შენ დღეს ღამის 11 საათამდე არ გეკნებოდა დაწერილი განცხადებაო, შენთან ერთად მეც დავამპატიმრებს და არა მაქვს სურვილი, შენ ხო იცი რომ გამკეთებელია ამისიო და ამიტომ მეო მირჩევნიო და ყველაფერს გავაკეთებო, რომ შენ ეს განცხადება დაწერო. ამას გეუბნებათ დავით კეზერაშვილის ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი გელოვანი, რომ ეს დამაპატიმრებს კეზერაშვილს. კი, ასეთი ბრძანება არისო, კაცო, მიხეილ სააკაშვილი არის ამ საკითხით დაინტერესებული, კეზერაშვილს დაავალა და ასეთი რამ ჩვენთვის ამდენი ხანი არავის არ გაუბედიაო, რომ მივხვდი რომ სხვა გამოსავალი არ იყო და თავსანმანებელდნენ და თვითონაც უკვე მათი განწყობა იყო, ბოლო-ბოლო დავთანხმდი რომ მეთქი დავწერ მეთქი მაშინ ამ განცხადებას, მაგრამ ვის სახელზე თქო და რა ფორმა უნდა შევარჩიო თქო და შენაერნერიულო ჩვენ გიგარნახებთო და დამაწერინეთ რატომღაც გიგი უგულავას სახელზე და მთავრობის სახელზე. თქვენ მიმართეთ ბატონ მამუკა ხაზარაძეს როგორც პარტნიორს და რეალურად ხელისუფლების წარმომადგენელს. რა თქმა უნდა მიმართე მინიმუმ რომ დამეხმარე. როგორც პარტნიორი უნდა ჩამეყენებინა საქმის კურსში. თქვენ გქონდათ მისი იმედი, ამას ამბობთ? ნამდვილად. და რომ ეუბნებოდით, რომ დამიბარეს ზეწოლა, დეტალებსაც უყვებოდით ალბათ. რა თქმა უნდა. მან არ მიიღო არანაირი ზომა მამუკა ხაზარაძემ, რომ დაგხმარებოდათ? არა, შემიძლია არც დაგკირდათ, რომ პირიქით მითხრა, რომ შენ იჩივლე, უკვე ეს ძალიან რო გართულდა და გამძაფრდა სიტუაცია და კონსტიტუცია დაგიცავსო. ფინანსურში რო დავყავდით, პირდაპირ მითხრეს იქ ახალგაზრდა ბიჭები დამახვედრეს, რომ ლაპარაკი ყველამ კარგი ვიცით როგორ იციან და მითხრეს რომ შენო ძმაო ბოდიში ესო არ მხედრიონი, ან გვარდიაო, ან კურდები ხო არ აგონიაო. ჩვენო სახელმწიფო გებძვის რა ვერ გაიგეო. გარდა ბიზნესის რეკეტისა და ქონების ჩამორთმევის ფაქტებისა დღეს კომისიას უნდა ემსჯელა და იმსჯელებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხზე ამ თემაზე დაბარებული იყო გამოკითხვაზე გივი თარგამაძე, რომელიც 2008-2012 წლებში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტში, სწორედ ამიტომ არის ის დაბარებული დღეს კომისიაზე, თუმცა როგორც გივი თარგამაძემ გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით გვაცნობა, ის არაპირებს დღეს კომისიაზე მოსვლას, მას კომისიის დაწყებამდე დღეს თია წულუკიანმა უპასუხა, როგორც თია წულუკიანმა განაცხადა, ვციტირებ, ნუ დაიმალები გივი ბუჩქებში, მოდი კომისიის ხდომაზე, მან მოუწოდა გივი თარგამაძეს, რომ მოვიდეს კომისიის ხდომაზე, რადგან ის არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი წინა ხელისუფლების, როგორც თავად ამბობს, დანაშაულებებში. თია წულუკიანმა ასევე კომისიის დაწყებამდე, ხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის საქმეს. დღეს როგორც უკვე თქვენ მოისმინეთ, მამუკა ხაზარაძე კიდევ ერთხელ დასახელდა წინა ხელისუფლების დანაშაულებებში ერთ-ერთ თანამონაწილედ და დღეს თია წულუკიანმა მას მიუძღვნა დასაწყისი სიტყვა. მან აღნიშნა, რომ კომისიის მიზანი არ არის მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაცია, რადგან როგორც თია წულუკიანი ამბობს, ის თავად უკვე დისკრედიტირებულია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მას უპასუხო, როდესაც კომისიას მან ბრალი დასდო იმაში, თითქოს ჩვენი საქმიანობა ემსახურება მის დისკრედიტაციას. ჩვენი კომისიის საქმიანობა არ ემსახურება ბატონი მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის უკვე არის დისკრედიტირებული. ვინაიდან როგორც აქ მოსმენილი ფაქტებით ირკვევა, ბატონი მამუკა და TBC ბანკი მაშინ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს იყვნენ რეალურად გარკვეული ტიპის ხელის ბიჭები, რომლებიც თავს აყენებინებდნენ და TBC ბანკს აყენებინებდნენ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს და სხვებს იმისათვის, რომ
შრომელი ადამიანების საკუთრების უფლება შელახულიყო, მოწვეული ყავს ბატონი გივით არგამაძე. საჯაროდ მან განაცხადა, რომ ის კომისიის ხდომაზე გამოცხადებას არ აპირებს, მაგრამ ოპერაცია გივი ჩვენ ვართ გივი წარმატებით დასრულდა, ვინაიდან ჩვენ მას ჩავაბარეთ შეტყობინება. მობრძანდით და გაეცით კითხვებს პასუხი, რომლებიც ეხება აგვისტოს ომს და იმ 8 წლიან პერიოდს, როდესაც თქვენ მართავდით უშიშროების კომიტეტს პარლამენტში. როდესაც თქვენ გვემუქრებოდით საქართველოს შვილებს, რომ სულს ამოგხვდიდით. ზოგს მართლაც სამწუხაროდ დაუდგა შავნელი დღეები და სული ამოხადა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ ციხეში თუ ციხის მიღმა ქუჩაში დახვრიტეს ხალხი, აწამეს არაერთი ადამიანი და მოხდა ისე, რომ ჩვენ ვინც აქ ვართ და არა მხოლოდ ჩვენ ვართ ცოცხლები და ვსვამთ კითხვებს და ვითხოვთ ამ კითხვებზე პასუხს. კითხვებზე პასუხს გასცემს დღეს კიდევ ერთი პირი, კახა დაბრუნდაშვილი, რომელიც 2005 წელს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთან დაპირისპირების გამო სასტიკად აწამეს. მისი საქმე არის ცნობილი როგორც გირგვლიანი ორის სახელით ცნობილი. სულ ცოტა ხანში მოусმენენ მას კომისიის წევრები და როგორც თია წულკიანმა აღნიშნა, მას კახა დაბრუნდაშვილს აქამდე ამ დრომდე ამ მის საქმეზე არ უსაუბრია და დღეს პირველად ისაუბრებს ის საჯაროდ ამ თემაზე. მადლობა. პარლამენტიდან კესო ქაფეანიძე იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. დიდი ბრიტანეთის მხრიდან ორი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. მაშინ, როდესაც საკუთარი აღიარებითვე მხოლოდ ეჭვების და ვარაუდების საფუძველზე ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მთავრობა ქართველ მოსამართლეებს ასანქცირებს კორუფციის დადასტურებული დანაშაულისთვის მსჯავრდებული და ამჟამად ძებნილი დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ლონდონში, წერს შალვა პაპუაშვილი. დიდმა ბრიტანეთმა მოსამართლეებს ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები გუშინ დაუწესა. ყადაღა შეხება ანგარიშებს საშუალებებს და ეკონომიკურ რესურსებს. განმარტებაში წერია ციტატა. არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე ჩართული იყვნენ კორუფციაში. ამ თემაზე ანუკა ბუავა მუშაობს, ის კურიერს უერთდება, გისმენთ ანუკა. დიდმა ბრიტანეთმა სია გუშინ განაახლა და სანქცირებულთა სიაში, როგორც აღნიშნეთ, მოხვდნენ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე არის მიხეილ ჩინჩალაძე, მურუსიძე კი ამავე სასამართლოს მოსამართლე. თუმცა დასაბუთებაში ვკითხულობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ბრიტანეთის მთავრობას არ მიუღიარა იმ მტკიცებულებების საფუძველზე, ვინაიდან მათივე გავრცელებულ ტექსტში საუბარია იმაზე, რომ გონივრული ეჭვის საფუძველი არსებობდა, რომ მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე იყვნენ ჩართული კორუფციაში. თუმცა მტკიცებულებები, როგორც გითხარით, ამავე განცხადებაში არ არის მოყვანილი და მოტანილი. რაც შეეხება სანქციებს, საუბარია ფინანსურ სანქციებზე, რომელიც გულისხმობს ერთის მხრივ ანგარიშების დაყადაღებას, ასევე მოსამართლეების საკუთრებაში არსებული აქტივების დაყადაღებას და ფინანსურ რესურსებზე, ეკონომიკურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვას. ამ შემთხვევაში ოპოზიცია მიესალმება დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას. ისინი იწონებენ ამ გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ მათთვის საკმარისი საფუძველი ჰქონდა ბრიტანეთს, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა ამბობენ იმას, რომ დასაბუთებაში საკმაოდ ამომწურავად არის საუბარი თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და შესაბამისად მათთვის არ არის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორც თავად განმარტავენ. მეტიც ოპოზიცია ადასტურებს იმას, რომ თავადაც აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირებს სანქციები დაუწესდეს და არ გამორიცხავენ იმასაც, რომ დასანქცირებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს. ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესება ჩინჩალაძე მურუსიძეზე ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია. ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ სანქციებზე ბრიტანეთის მხრიდან, დიდი ხანია მუშაობთ ამ თემაზე და უახლოეს მომავალში დიდი ალბათობით სანქციები გაფართოვდება. ბრიტანეთი ძალიან მაღალ მტკიცების ხარისხს იყენებს და სტანდარტს იმისთვის, რომ დააკისროს სანქციები, ფინანსური სანქციები. ამ მოცემულობაში ბრიტანეთის სანქციები არის კორუფციის ნიშნით და კორუფციის მუხლით. ასეთი რამ ხდება მაშინ, როდესაც ამათოებს სახელმწიფოს აქვს მისი მხარი განცდა და მოსაზრება, რომ მისი აზრით ესა თუ ის პირი, ან პირთა ჯგუფი არის ჩართული არაგამჭვირვალე ფინანსურ ტრანზაქციებში. გაერთიანებული სამეფო არის ძალიან კარგად ინფორმირებული მხარე. ამიტომ მე ხმად ვარ დარწმუნებული, რომ როგორღაც გაერთიანებული სამეფო მოახერხებს ჩვენი ჩართულობის გარეშე ყველა იმ შესაბამისი ზომის მიღებას, რაც არის აუცილებელი.
ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება სოციალური ქსელით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მისივე პოსტს ურთავს დავით კეზერაშვილის ფოტოებს, რომელიც სავარაუდოდ ლონდონში არის გადაღებული და ის წერს, რომ დავით კეზერაშვილი, რომელიც კორუფციაში მსჯავრდებული არის, თავისუფლად გადაადგილდება ლონდონის ქუჩებში, მაშინ, როდესაც ეს ბრიტანეთის მთავრობა იღებს მოსამართლეების წინააღმდეგ გადაწყვეტილებას მხოლოდ გონივრული ეჭვის საფუძველზე. მმართველ გუნდში ამბობენ იმასაც, რომ ეს არის ერთგვარი შანტაჟის ენა ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან, ვინაიდან მათ უსაფუძვლოდ დაასანქცირეს ამ შემთხვევაში ორი მოსამართლე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და ამავე სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე და შესაბამისად ახლა ქართული ოცნება ითხოვს ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს იმას, რაც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მოტანილი, რომ მათ აქვთ გონივრული ეჭვი, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე კორუფციაში იყვნენ ჩართული. სიტყვების ბრახაბუხი რა გონივრული ეჭვი, საერთოდ სიხალბეა ეს ყველაფერი, ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდებოდა, თქვენ იცით თუ როგორ უსამართლოდ ექცევიან ჩვენს ქვეყანას, დღესაც გრძელდება ეს სხვათა შორის მუდმივი შანტაჟი, მუდმივი ცილისწამება და რაღაცა ეს ბრძანებლური ტონი და ეს არის უბრალოდ შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტი კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირება. ამით სურვილი აქვთ, რომ როგორმე ქვეყანა ჩაიგდონ ხელში, რომ შემდეგ გამოყენებული იყოს ისეთი ქვეყნები, როგორც საქართველოა, უკრაინა, თავისი ინტერესების გასატარებლად. ჩვენ ამას ვებრძვით და ამისთვის ძალიან ბევრი რამის მოთმენა მოგვიწია და ძალიან რთული იყოს. მარტივი პროცესი არ ყოფილა. დღესაც გრძელდება სამწუხაროდ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, საქმე ეხება სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას ჭირდება. ყველას აქვს და სურვილი რომ ნახოს, ეს არის კონკრეტული მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში ეს цаრიელი სიტყვები გონევრული ეჭვის მიღმა, ისეთი ეჭვი, ასეთი ეჭვი, რა თქმა უნდა, არის цаრიელი სიტყვები. ჩვენ ეს არ არის პირველი შემთხვევა და წინა შემთხვევებში ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ამ ქვეყნებს წარმოედგინათ კონკრეტული მტკიცებულებები, რის საფუძველზეც იღებდნენ ისინი ამ ტიპის გადაწყვეტილებებს. სხვა შემთხვევაში ეს არის ძალიან არასერიოზული, აღარაფერი ვთქვათ სამართლიანობასთან რამდენად უსამართლო შეიძლება იყოს ასეთი გადაწყვეტილებები და რაც ყველაზე საინტერესო ცინიკური ალბათ ეს ხდება ასევე იმ დროს, როდესაც ამავე სახელმწიფოში, დიდ ბრიტანეთში საკუთარ თავს ძალიან კარგად მშვიდად გრძნობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც პირდაპირ კონკრეტული მტკიცებულებებით და თუ ამის სურვილი აქვს, შეგვიძლია ეს მტკიცებულებებიც გადავცეთ, კონკრეტული მტკიცებულებებით არიან სასჯელმისჯილი ადამიანები თავს კარგად გრძნობენ დიდ ბრიტანეთში, უპრობლემოდ გადაადგილდებიან და თავიანთ ბიზნესებს იქ ატრიალებენ და რაც ასევე სამწუხაროა, იქიდან მართავენ საქართველოში შიგნით რადიკალიზაციის პროცესებს. ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები გუშინ დაუწესა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია არა მტკიცებულებების, არამედ გონივრული ეჭვის საფუძველზე და დასაბუთებაში პირდაპირ წერია, რომ მურუსიძისა და ჩინჩალაძის შემთხვევაში არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ ეს მოსამართლეები მურუსიძე და ჩინჩალაძე ჩართული იყვნენ კორუფციაში. მადლობა, ანუკა ბუავა იყო კურიერის ეთერში. ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს ავრცელებს. ფილოსოფოსი წერს, რომ ყურადღებით აკვირდება ტრამპის არჩევამდე და არჩევის შემდეგ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და საზოგადოებას ამ ხელისუფლებას ამ მოვლენების პირველ ანალიზს თავაზობს. მისი განცხადებით, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებით სულ დუმილს ინარჩუნებს. ამ დუმილს ერთადერთი ახსნა აქვს, Deep State-მა არ იცის, რა უნდა გააკეთოს საქართველოსთან მიმართებით. სინამდვილეში ტრამპი ზუსტად ისევე აიძულებული დაექვემდებაროს გლობალური ომის პარტიას და Deep States, როგორც ბაიდენი. ქართული ოცნება არ უნდა დაელოდოს იმას, რასაც ამერიკაში ელოდებიან, კერძოდ Deep State-ის რებრენდინგს, რომელსაც დაახლოებით 1 წელი დაჭირდება, წერს ზაზა შათირიშვილი. პირველ რიგში აშკარაა, რომ გლობალური ომის პარტია, იგივე Deep State, ტრამპის ხელით უკრაინის ომის პროვოცირების, ბაიდენისთვის გადაბრალებას და სამწლიანი ომის დასასრულისკენ წაყვანას ცდილობს. ომის დასრულების სურვილს მარტივი მიზეზი აქვს. გლობალურმა ომის პარტიამ ვერ მიაღწია მთავარ მიზანს, რომელიც ამ ომის პროვოცირებისას ჰქონდა დასახული. ეს მიზანი სულაც არ იყო მოწინააღმდეგის დამარცხება, რაც რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ფლობის პირობებში სრულიად უტოპიური განზრახვა იქნებოდა. მარიონეტული ომის, როგორც მას თავად ტრამპი
უწოდებს, მთავარი მიზანი რუსეთში ხელისუფლების შეცვლა, ქვეყნის სათავეში აგენტურის მოყვანა და რუსეთის ჩინეთთან დაპირისპირება იყო, რასაც ერთპოლუსიანი სამყაროს კონცეფციის რეალიზებისათვის უნდა მოემზადებინა საფუძველი. ექსპერტები ხშირად ამბობენ, რომ ომები, რომლებსაც მხოლოდ ბოლო 10 წლეულის მანძილზე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ასობით მილიონი ადამიანის კეთილდღეობა შეეწირა, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ინსტრუმენტია. თუმცა სინამდვილეში სისხლიანი ომების ინიციატორი არა ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ გლობალური ომის პარტია, რომელიც BlackRock-ს, Vanguard-ს, State Street-ს და სხვა უმსხვილეს კორპორაციებს, მათ უკან კი 15-მდე ოლიგარქიულ ოჯახს მოიაზრებს, რომლებიც ქონებას 100 წლეულების მანძილზე ქმნიდნენ და დღეს ტრილიონობით დოლარის აქტივებს მართავენ. ოლიგარქიული ოჯახების შემოსავლის ძირითადი წყარო ომების წარმოებაა, რომლებსაც ისინი ოსტატურად გეგმავენ და ახორციელებენ და ამიტომ გლობალურ ომის პარტიად მათი მოხსენება სრულიად მართებულია. ამ თემას ოჯახების გვარების დაკონკრეტების ჩათვლით მოგვიანებით ცალკე წერილში განვავცობ. ამ ოჯახებისთვის ამერიკაც ისევე როგორც ევროპა მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელსაც თუ დაჭირდათ ზუსტად ისევე ცივსისხლიანად გაწირავენ, როგორც დღემდე არაერთი ქვეყანა გაუწირავთ. მოგვიანებით ცალკე წერილს მიუძღვნი ილონ მასკსაც და იმის ანალიზს, თუ რატომ შემოიყვანეს ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი ასე აქტიურად სახელმწიფოს მართვაში. ილონ მასკის როლი ყველაზე საინტერესო და განსაკუთრებულია და მისი გააქტიურება გრძელვადიან სტრატეგიას ემსახურება. გლობალური ომის პარტია დაახლოებით 1 წლის წინ დარწმუნდა, რომ რუსეთში ხელისუფლების შეცვლას ვერ ახერხებდა და დაგეგმა ის სცენარი, რომლის მომსწრენიც ახლა ვართ. Deep State-მა არათუ რუსეთი ვერ ჩამოშალა და ჩინეთს ვერ დაუპირისპირა, არამედ უკუშედეგიც კი მიიღო და BRICS-ის სახით მეორე პოლუსის გაძლიერების რისკის წინაშე დადგა, რაც მის სტრატეგიას თავდაყირა აყენებს. გაძლიერდა კავშირი რუსეთსა და ჩინეთს შორის, გამყარდა რუსეთისა და ირანის სტრატეგიული პარტნიორობაც, რაც გლობალური ომის პარტიისთვის არანაკლებ შემაშფოთებელია. მიმდინარე მოვლენების ფონზე სერიოზულად დასუსტდა დოლარის პოზიციები. მრავალმა სახელმწიფომ დოლარიდან გასვლა და ბონდების გაყიდვა დაიწყო. მთლიანობაში რუსეთთან ურთიერთობების გადალაგების გადაწყვეტილება, რაც რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებასაც გულისხმობს, Deep State-ს სამმა ძირითადმა ამოცანამ მიაღებინა. ეს ამოცანებია რუსეთ-ჩინეთისა და რუსეთ-ირანის კავშირების შესუსტება, დოლარის გადარჩენა, Deep State-ის რებრენდინგი და ამერიკის შეერთებული შტატების როგორც ზესახელმწიფოს იმიჯის აღდგენა. ბაიდენის 4 წლედის დროს Deep State-ი პრაქტიკულად საკუთარი თავის ლეგალიზებას ცდილობდა. ყველამ იცოდა, რომ ამერიკას არა ბაიდენი, არამედ არაფორმალური ძალა მართავდა. ჩავარდნილი სცენარისა და ახალი რეალობის პირობებში კი გლობალური ომის პარტია დადგა აუცილებლობის წინაშე. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ზესახელმწიფო წარმოაჩინოს, რომელსაც არა მის მიერ მართული მძინარეჯო, არამედ დემოკრატიულად არჩეული ტრამპი მართავს. პირველადი სცენარის ჩავარდნის პირობებში გლობალური ომის პარტია შეეცდება შედეგი ტრადიციული მეთოდით ამერიკის ხელით მიიღოს და ერთპოლუსიანი სამყარო ზესახელმწიფოს ეგიდით ჩამოაყალიბოს. ამისათვის კი საუკეთესო საშუალება იმ ყალბი აღქმის შექმნაა, რომ ტრამპი Deep State-ს ამარცხებს. სინამდვილეში ტრამპი ზუსტად ისევია იძულებული დაექვემდებაროს გლობალურ ომის პარტიას და Deep State-ს, როგორც ბაიდენი, ვინც თავის დროზე დაუკვეთა კენედის მკვლელობა. მისმა შვილიშვილებმა დაუკვეთეს საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპის მკვლელობა. მართალია მიზანს სრულად ვერ მიაღწიეს, თუმცა ამ უკანასკნელს მკაფიოდ მიანიშნევს, თუ ვინ არის სახლში უფროსი. შესაბამისად, ტრამპის სიტყვები ან ამერიკა გაანადგურებს Deep State-ს, ან Deep State-ი გაანადგურებს ამერიკას, ისეთივე ფუჭია, როგორც იმის მტკიცება, რომ Deep State-ი თურმე ბაიდენი, ბლინკენი და სალივანი ყოფილან. რეალურად ეს ადამიანები არა მმართველები, არამედ მართულები და Deep State-ის დაკვეთების უბრალო შემსრულებლები იყვნენ. იგივე უნდა ითქვას USAID-ზე და NED-ზე, ამერიკის ხმაზე, რადიო თავისუფლებაზე და სხვა ინსტიტუტებზე, რომლებიც Deep State-ს კი არ განეკუთვნებოდნენ, არამედ მისი ინსტრუმენტების ფუნქციას ასრულებდნენ. ომის ბაიდენისთვის, ხოლო რევოლუციების USAID-ისა და NED-ისთვის გადაბრალება მხოლოდ Deep State-ის, ანუ რეალური მმართველის მიჩქმალვას და მის რებრენდინგს ემსახურება. ამერიკის შეერთებული შტატები დღესაც გლობალური ომის პარტიის მთავარი ინსტრუმენტია. შესაბამისად, მისი ჩამოშლა გლობალური ომის პარტიის ჩამოშლასაც ნიშნავს. იმ ფონზე, როდესაც ამერიკულ ეკონომიკას და დოლარს სერიოზული პრობლემები ემუქრება, Deep State-ს ამერიკის იმიჯის გაძლიერება სასიცოცხლოდ ჭირდება. თუმცა ბუნებრივია, რებრენდინგის პირობებშიც მგელი მგლობას არ მოიშლის და Deep State-ი თავისი მილიტარისტული და რევოლუციური გეგმების განხორციელებას არ შეაჩერებს. მაგალითად, უკვე გამოიკვეთა USAID-ის ალტერნატივა, რომელიც მომავალში ევროპულ ფონდებთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების წახალისებით იქნება დაკავებული. ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, სადა ამ ყველაფერში საქართველოს ადგილი. ვხედავთ, რომ დღეს გლობალური ომის პარტია საქართველოს წინააღმდეგ მთავარი იარაღად ევროპას იყენებს, რომელიც ამავდროულად მისი მთავარი მსხვერპლიცაა. სიცრუის ოსტატები ტრამპის ადმინისტრაციის ხელით ევროპას აბრალებენ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც Deep State-მა ჩვენს კონტინენტზე ჩაიდინა. უკრაინას, რომელიც აომეს ძალიან მალე ცივ
სისხლიანად მიატოვებენ და მის ენერგოსისტემას, სასოფლო-სამეურნეო მიწას და სხვა რესურსებსაც დაეპატრონებიან. ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯის გასამყარებლად გამოაცხადებენ, რომ მან უკრაინაში ჩადებული საეჭვო 350 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ უკან 500 მილიარდის ღირებულების მინერალები მიიღო, რომლის ღირებულება სინამდვილეში ამ თანხის მიათედიც არაა. ამით აჩვენებენ, რომ ამერიკა ნამდვილი ზესახელმწიფოა და კი არ წააგო, არამედ უკრაინაში ჩადებული ფული პროცენტებით უკან დაიბრუნა. ამასობაში უკრაინაში ომის წაგებას ევროპას გადააბრალებენ და Deep State-ის ევროპელი მარიონეტები მაკრონი, ფონ დერ ლაიენი, სტარმერი და სხვები ამ მარცხს დიდი რუდუნებით აიღებენ თავის თავზე. გარდა ამისა, ევროპის მილიტარიზაციის გეგმასაც მოაწერენ ხელს, რითაც მრავალ მილიარდს Deep State-ის კუთვნილ სამხედრო ინდუსტრიაში გადაკაჩავენ და ევროპის ეკონომიკას საბოლოოდ მიიყვანენ კოლაფსამდე. ვიქტორ ორბანის მარჯვენა ხელი კვლავაც სანქცირებულია და ტრამპის ადმინისტრაცია მისი სანქციის გაუქმებას არ ჩქარობს. ბიძინა ივანიშვილს ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა რუსეთთან პარტნიორობის საბაბით. დღეს კი ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან თანამშრომლობით თავად იწონებს თავს, თუმცა პარტნიორთან პარტნიორობაში დადანაშაულებულ ივანიშვილს სანქციებს არ უხსნის. მაგნიცკის სიაშია შეყვანილი. საქართველოს ვიცე-პრემიერი და ტრამპის ადმინისტრაცია არც ამ აბსურდის გადახედვისთვის იცლის. ევროპას ადანაშაულებენ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ გაუქმებაში, თუმცა დაჩაგრულ კანდიდატს მაინც არ აძლევენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას და დაჭერასაც კი უპირებენ. საინტერესოა, რატომ არ დაასანქცირა ტრამპის ადმინისტრაციამ არავინ რუმინეთიდან თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნამდვილად აბსურდულად მიაჩნია. ერთმანეთის იდენტური სცენარებით გრძელდება აქციები სერბეთში, სლოვაკეთში, თურქეთში. საქართველოშიც ქუჩაში დაგვიტოვეს რამდენიმე ასეული Deep State-ის აგენტი. ეს ფაქტები იმაზე მიუთითებს, რომ სინამდვილეში არც არაფერი შეცვლილა და ტრამპის ადმინისტრაციის ხელით Deep State-ი ყველა იმ ტრულ საქმიანობას აგრძელებს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით იყო დაწყებული. აშკარაა, რომ Deep State-ი არც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დათმობას აპირებს და მასთან ბრძოლას მხოლოდ მოჩვენებითია. ახალი ადმინისტრაცია აქცენტს მხოლოდ გენდერის თემაზე და ტრანსგენდერებზე აკეთებს, რაც პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია. ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ აღიარეს ბანალური ჭეშმარიტება, რომ კაცი კაცია და ქალი ქალი, თუმცა ისინი არც ერთხელ არ დაპირისპირებიან ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას და სხვა მოვლენებს, რომლებიც სამყაროს ფსევდოლიბერალურმა იდეოლოგიამ მოახვია თავს. გენდერისა და ტრანსგენდერების თემასაც Deep State-ი ევროპაში ინახავს და კიდევ უფრო აქტიურად აღვივებს. პრობლემებზე, რომლებთან დაკავშირებითაც ტრამპის ადმინისტრაცია საუბრობს, საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ 3 წლის წინ ალაპარაკდა, რაც მათთვის ობიექტურად საინტერესო უნდა ყოფილიყო. თუმცა ვხედავთ, რომ ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დუმილს ინარჩუნებს. ამ დუმილს ერთადერთი ახსნა აქვს. Deep State-მა არ იცის, რა უნდა გააკეთოს საქართველოსთან მიმართებით. ქართულმა უცნებამ იდეალურად წარმართა გასული 4 წელიწადი. პრაქტიკულად გაანადგურა ოპოზიცია, ანუ Deep State-ის აგენტურა. საზოგადოების უდიდეს ნაწილს გააგებინა სიმართლე, რომ Deep State-ისგან მართული დასავლური სტრუქტურები არა საქართველოს დახმარებით, არამედ ქვეყნის არევისა და რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობით არიან დაკავებული. ახალმა ადმინისტრაციამ ქართულ ოცნებას ხელი რომ გაუწოდოს, აგენტურა საბოლოოდ უნდა გაანადგუროს, რასაც ბუნებრივია Deep State-ი არ დაუშვებს. ამავდროულად ქართული ოცნება ახლა იმდენად არის მოძლიერებული, რომ მასზე თავდასხმაც დღეს სრულიად კონტრპროდუქტიული იქნებოდა. სწორედ ამიტომ რჩება ახალი ადმინისტრაცია დუმილის რეჟიმში. თუმცა ქართული ოცნება არ უნდა დაელოდოს იმას, რასაც ამერიკა შეელოდებიან, კერძოდ Deep State-ის რებრენდინგს, რომელსაც დაახლოებით 1 წელიწადი დასჭირდება. ამასაც მარტივი ახსნა აქვს, როგორც კი Deep State-ის რებრენდინგი დასრულდება, ის საქართველოს გაძლიერებული ტრამპის ხელით შემოუბრუნდება და აგენტურით მის ჩანაცვლებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ამიტომ ქართულმა ოცნებამ საზოგადოება ახალი ადმინისტრაციის ხელით Deep State-ის ახალი შეტევისთვის წინასწარ უნდა შეამზადოს. ერთადერთი, ვისაც ამ რთულ რეალობაში ქართული ოცნება დღემდე ეყრდნობა და მომავალშიც უნდა დაეყრდნოს, ქართველი ხალხია, რომელსაც გასული 35 წლის მანძილზე უდიდესი გამოცდილება და სიბრძნე დაუგროვდა. ამიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების სრულად ინფორმირებას ალტერნატივა არ აქვს. საზა შათერიშვილის წერილს ნეიტრალური საქართველო გამოხმაურა. ვატა შაქარიშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის ყველასთან თანამშრომლობისთვის და შემხედრ ნაბიჯებს ელოდება, თუმცა საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული მოლოდინი Deep State-ის დამარცხებასთან დაკავშირებით, რადგან მისი თქმით ჯერჯერობით შინაარსობრივი ცვლილებები არ ჩანს. ჯერჯერობით არ ჩანს რაიმე შინაარსობრივი ცვლილება და ჩვენ უყურებთ, რომ უფრო ტაქტიკური ხასიათის არის ცვლილებები, რომელიც ხორციელდება და რეალურად ამ ცვლილებების უკან კვლავ Deep State-ი დგას, რომელიც ამჯერად ბაიდენის, ესე ვთქვათ, დრომოჭმული და აბსოლუტურად გაცვეთილი
უუნარო ადმინისტრაციის ნაცვლად უკვე მოქმედებს ტრამპის ახალი ადმინისტრაციის ხელით, რომელსაც ჯერჯერობით აქვს ქვეყნის შიგნით მაღალი მხარდაჭერა, რეალურად სტრატეგიული მიზნები უცვლელი რჩება, ამიტომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ, თქვათ, არ უნდა გქონდეს რაღაც განსაკუთრებული მოლოდინები, ილუზიები მასთან დაკავშირებით, რომ Deep State მარცხდება და იცვლება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული მიზნები, გეოპოლიტიკური ამოცანები, ამიტომ ჩვენ კვლავ უნდა დავრჩეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გზაზე, ჩვენ მზად ვართ ყველასთან სათანამშრომლოდ პარტნიორობისათვის, მაგრამ არა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ტრამპმა ხელი მოწერა განკარგულებას, რომელიც შეერთებულ შტატებში სავაჭრო ბალანსის დეფიციტის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. ამერიკის პრეზიდენტმა ტარიფები დააწესა შტატებში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე. იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთანაც ყველაზე დაბალი 10%-იანი ტარიფები იმოქმედებს არის საქართველოც. ევროკავშირისთვის იქნება 20%-იანი, ჩინეთისთვის 34%, დიდი ბრიტანეთისთვის კი 10%-იანი ტარიფები. ყველაზე მაღალია ეს მაჩვენებელი კამბოჯასთვის, ეს არის 59%, ვიეტნამისთვის კი 46, შრი-ლანკასთვის 44%. სამი ნარკორეალიზატორი დააკავა პოლიციამ, სამივე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ირანის და თურქეთის მოქალაქეები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა შენახვის და გასაღების ბრალდებით აიყვანეს. პოლიციამ ნარკოტიკი რამდენჯერმე საკონტროლოდ შეისყიდა და ფაქტი ფარულად ჩაწერა. ამოღებულია MDMA და მარიხუანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა გასულ თვეს ქვეყნიდან გააძევა 97 პირი. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველოს ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი ნაწილს კი ქვეყანა იძულების წესით დაატოვებინეს. მათ შორის არიან ინდოეთის, ბელორუსის, ჩინეთის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ამერიკის, ირანის, თურქეთის და ეგვიპტის მოქალაქეები. საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამ დრომდე მას იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ირაკლი ბერაია 2016-25 წლებში საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულთათვის ხელფასების გაცემაზე შეთანხმება მიღწეულია. დამსაქმებელი კომპანია სამუშაოების შეჩერების პირობებში მაღაროელებს ხელფასის 60%-ს აუნაზღაურებს. ამის შესახებ დღეს ბრიფინგი პროფკავშირების თავმჯდომარემ გამართა, რომელიც მოლაპარაკებებში იყო ჩართული. ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, პროფკავშირები მაღაროელებს სამართლებრივ და სოციალურ მხარდაჭერას გაუწევს. გამოიტანა კომპანია მიღწეულია გადაწყვეტილება ხელფასების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. კოლექტიური ხელშეკრულების თანახმად კომპანიას ჰქონდა ვალდებულება 60%-იანი ხელფასით მოცდენის გამო 60%-იანი ხელფასით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. შეთანხმება ძალაშია და 4 დღეში დაერიცხებათ ხელფასები თანამშრომლებს, რაც შეეხება ბარათებს, გეგმაგრაფიკის მიხედვით ბანკი ასევე დაარიგებს სახელფასო ბარათებს. კავშირი ქირაობს რამდენიმე იურისტს, ადვოკატს, რომელიც მათ გაუწევს ადვოკატირებას, სამართლებრივ მომსახურებას, რომ ჩვენო წევრებმა, მაღაროელებმა არ დაკარგონ მქონება, რომელიც აქვთ დაუშვათ ბანკში უზრუნველყოფის სახით ჩადებული. ჩვენ მოვახერხეთ და შევიძინეთ 3600-მდე პირველადი მოხმარების პაკეტი, რომელიც იქ კვირას დაურიგდება ვაუჩერის სახით. თბილისის მერი გმირთა მოედანზე განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო. ლაგუნა ვერის მინდევარი ტერიტორიაზე გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის სავალი ნაწილი, მოხდა ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია. მოიწყო სანიაღვრე სისტემა, შეიცვალა ამორტიზებული გაზმომარაგების მილები, მიწისქვეშ განთავსდა საჰაერო სადენები. საგზაო სამუშაოები 32000 კვადრატულ მეტრზე ჩატარდა, სადაც ასფალტის საფარი დაიგო, ჩატარდა გამწვანების სამუშაოც. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 9,5 მილიონი ლარით დაფინანსდა. ერთ-ერთი ურთულესი კვანძი იყო, სადაც ყოველთვის საცობი იყო, ყოველთვის ჭირდა გადაადგილება. დღეს ყველაფერი მოწესრიგებულია. მოხდა არსებული გზის გაგანიერება და გახდა სამზოლიანი, თვითონ უშუალოდ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე
გმირთა მოედნიდან დაწყებული მთლიანად შეიცვალა ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა კომუნიკაციების, ადრენაჟო სანიაღვრე სისტემა მოეწყო, რომელიც არ არსებობდა, ახალი განათების ბოძები დამონტაჟდა თავისი LED სანათებით, ასევე გამწვანებით სამუშაოები ჩატარდა, დაყენდა ახალი ჭკვიანი შუქნიშნები, რომელიც რეალურ დროში გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს ნაკადების მართვა. წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, რომელიც შეიმუშავა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, ამ სქემის მიხედვით მიმდინარეობდა სამუშაოები. როგორც იცით, დაემატა კოსტავას ქუჩიდან სანაპირომდე მონაკვეთში დაემატა ერთი ზოლი, რათა უფრო გამვლადი ყოფილიყო ტერიტორია, ასევე განთავსდა შუქნიშნები, რომელიც არეგულირებს ნაკადების გადაწყობას. დღის სხვა სიახლეებს გაიცემთ ჩვენ ვებგვერდზე rustave2.gi კურიერი კი გემშვიდობებად 3 საათამდე.